ვისთვის რასთან ასოცირდება სიტყვა განსაცდელი? ზოგისთვის ტანჯვის გამომხატველია, ზოგისთვის დაბრკოლების და სხვა მრავალი უარყოფითი ემოციის. თუმცა არსებობს ადამიანთა ის კატეგორია, რომლისთვისაც ეს დიდი გამოწვევაა და სულ მოუთქმელად ელის მასთან შეხვედრას. რათა გადალახვის შემდეგ ძნელად, მაგრამ მაინც მოპოვებული გამარჯვებით დატკბეს. და შენ, მსმენელო, რომელი მათგანი ხარ? გაურბი ხარ პრობლემებს თუ გამარჯვებულის პოზიციიდან იწყებ ბრძოლას ცხოვრების ყოველ ეტაპზე? გსურს შეცვლა დამოკიდებულებისა, რომელიც განსაცდელთა მიმართ გაქვს. იქნებ შენი სურვილია მიეკუთვნებოდე ბოლო კატეგორიას, რომელიც ზეიმით ხვდება ახალ სირთულეს. თუ ეს ასია, მინდა გითხრა, რომ სწორ გზას ადგახარ. თუ არა და ვფიქრობ, პატარა ცვლილებებია საჭირო, რომელთა განხორციელების გზებზეც ახლავე მოგახსენებ. შეუძლებელია აღიქვამნე განსაცდელს გამოწვევად, თუ კი შენს იმედს ღმერთზე არ დაამყარებ და ადამიანური ძალებით შეეცდები სირთულეთა გადალახვას. შეუძლებელია საუბარი მსგავს გარდასახვაზე, როდესაც მარტოს გიწევს ბრძოლა და საერთოდაც არ გამოგივა არაფერი, როდესაც შენს მხსნელად უფალს არ მიიჩნევ. ვერ დაიყრდნობი ადამიანს და ვერ მიიჩნევ მას სწორი მიმართულების მიმცემად. ერთადერთი, ვინც აპობს ზღვას შუაზე, რათა შეუქმნას გადარჩენის გზა თავის მოყვარულებს, არის უფალი. მხოლოდ მან იცის, როგორ დააღწევინოს თავი განსაცდელი და ნებისმიერს. ერთადერთი, რაც შენ გმართებს, მისდამი ნდობა და მორჩილებაა. აგრეთვე ცოდნა იმისა, რომ ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც არავის ცდის. მეტსაც გეტყვი, გვიცავს ისეთი შემთხვევებისგან, რომელთა შესახებ რეალურად წარმოდგენაც არ გვაქვს. ამავდროულად უშვებს პატარა სირთულეებს, რომელთა მეშვეობითაც გვაქვს შანსი გაძლიერების. სწორედ ამაზე გვესაუბრება პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ პირველი წერილის 10 თავის 13 მუხლში. სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობებზე მეტად გამოიცადოთ და განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შეძლოთ ატანა. ბევრმა ვიცით ეს, ბევრს გაგვიგია, მაგრამ ადამიანი არასრულყოფილი ქმნილებაა. უმეტეს შემთხვევაში ნაცვლად დადებით იზა უარყოფითზე იწყებს ჩაფხაუჭებას და მისყურებას. ვივიწყებთ ღვთის სიტყვას, ბუნებას და სულ უბრალო პატარა განსაცდელებზეც კი ვწუწუნებთ. ვადანაშაულებთ ღმერთს და ხშირად განა არ შეგვიძლია, უბრალოდ არ ვიგებთ, რომ მოცემული მოვლენები არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. პირიქით, გვაძლიერებს, გვასწავლის და წინ გვწევს. ამიტომაც წერია ბიბლიაში, ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც მრავალნაირ განსაცდელში ცვივდებით. როგორც უკვე იცით, არ დაუშვებს ღმერთი ჩვენს ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, რომელსაც ვერ გადავლახავთ. ხოლო რაც შეეხება განსაცდელებს, სასიხარულოა ისინი, ვინაიდან ჩვენთვისვე მოაქვს სარგებელი. უფრო მეტად თუ გაინტერესებთ, რა სარგებელზე მაქვს საუბარი, წმინდა წერილზე დაყრდნობით გიპასუხებთ. პირველ რიგში რწმენაზე, რომელიც შობს მოთმინებას, ხოლო შემდეგ ჩვენს ცვლილებაზე. როდესაც შევძლებთ მოთმინების სრულყოფილად ამოქმედებას, ეს გაგხვდის სრულ ქმნილს, წუნდაუდებელსა და ყოველ მხრივ უნაკლოს. ესეც გზა ცვლილებისა. ამიტომაც ვფიქრობ, გვმართებს ღმერთის მიმართ მადლიერება, რადგან თავიდან გვაცილებს უამრავ პრობლემას, რასაც ზოგჯერ ვერც კი ვხვდებით და გვეხმარება განვითარებაში. ბოლოს კი ჩემო მეგობარო, სურს გაგამხნეო. თუ კი რამე ხდება შენს ცხოვრებაში, კარგი თუ ცუდი, შესაძლებელია სასიკეთოდ გეწიოს ღვთის მადლით. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა გარემოებას, რადგან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისგან ღვთის მოსავნი.